სამთვიანი მოკვლევის შემდეგ ფასების შემსწავლელმა კომისიამ დასკვნა დადო და ამ დასკვნის შესაბამისად უკვე რეკომენდაციები გადაეგზავნება საქართველოს მთავრობას და ასევე რეკომენდაციები გათვალისწინებულია ბიზნეს სექტორისთვისაც. რა დასკვნა დადო 104 გვერდიან დოკუმენტში რა დეტალებზეა ყურადღება გამახვილებული და რა მიგნებები არსებობს ამ საკითხზე ისაუბრებს ჩვენი ჟურნალისტი ქრისტინე გამთენაძე პირდაპირ ეთერში. მაია, გამარჯობა. 104 გვერდიან დოკუმენტში სხვადასხვა მიმართულებით არის რეკომენდაციებთან დაკავშირებით საუბარი. მათ შორის, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის დასკვნის თანახმად ბოლო წლების განმავლობაში FMCG სექტორი ძალიან სწრაფად ვითარდება და ზრდის მაღალი ტემპით გამოირჩევა. 2025 წლისთვის პროგნოზირებულია, რომ სექტორის ზრდის დონე 22 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ეს კი მიუთითებს როგორც მოხმარების ზრდაზე, ისე ბაზრის მასშტაბის მნიშვნელოვნად გაფართოებაზე, ფასწარმოქმნის ჯაჭვში არსებული გაურკვეველი კომერციული ურთიერთობები, არაეფექტური საოპერაციო ხარჯები და გამჭვირვალობის ნაკლებობა არის ის ძირითადი ფაქტორები, რაც პროდუქტებზე საბოლოო ფასს ზრდის. FMCG სექტორის კვლევისას გამოიკვეთა ისიც, რომ სტრუქტურული პრობლემები, სადაც მთავარი გამოწვევა არის არა ბიზნესის გადაჭარბებული მოგება, არამედ სისტემური ხარვეზები. კომისია ასევე მიიჩნევს იმას, რომ ფასების მკაცრი ადმინისტრირება უფრო მეტ ზიანს მოიტანს ვიდრე სარგებელს, ამიტომაც რეკომენდაციას აგრესიული ჩარევის წინააღმდეგ გასცემს. ფასების საპარლამენტო კომისია ხელისუფლებას მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერასაც ურჩევს. კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია ისიც, რომ პერსონალის გადამზადებას შეუწყოს ხელი, რათა ადგილობრივმა წარმოებამ იმპორტის ბაზრებს გაუწიოს მნიშვნელოვანი კონკურენცია. ადგილობრივი წარმოება გახდეს კონკურენტუნარიანი. ამას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, იმიტომ რომ თუ კი ის არ იქნა კონკურენტუნარიანი, ეს საბოლოო ჯამში აზარალებს მომხმარებელს და თუ კი ის კონკურენტუნარიანია, ეფექტურად საოპერაციო ხარჯებს ამცირებს, ის სამუშაო ადგილებს გენერატორი არის და მეორე მხრივ წარმატებულად კონკურენციაში შედის იმპორტთან. ხო, პოლიტიკა ვერ იქნება იმპორტის ჩაკეტვა, რადგან ის საბოლოო ჯამში გააძვირებს, ასე რომ ვთქვათ, ფასებს ჩვენი მომხმარებლებისთვის და ასეთი აგრესიული ჩარევის რეკომენდაციას ვერ გავცემთ. უნდა ითქვას ისიც, რომ საპარლამენტო კომისიამ ფასების ზრდის მიზეზად არა კომპანიების გადაჭარბებული მოგება, არამედ ბაზრის სტრუქტურული მოწყობა და არაეფექტური საოპერაციო ხარჯები დაასახელა. კომისიის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომ პარლამენტმა მწარმოებელს, იმპორტიორს, დისტრიბუტორსა და ქსელებს შორის ინსტიტუციური ურთიერთობების ჩარჩო შექმნას და აღსანიშნავია, რომ უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის აღმოფხრის შესახებ კანონს სადისტრიბუციო სექტორი უკვე წლებია ითხოვს და ამასთან დაკავშირებით მანამდე კანონ პროექტიც იყო მომზადებული. შესაბამისად სექტორში მიესალმებიან იმას, რომ ფასების კომისიამ ამ მიმართულებითაც გასცა რეკომენდაციები. კომისიის კიდევ ერთი მიმართულება და რეკომენდაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ცენტრალიზებული დისტრიბუციის ცენტრების შექმნა, თუმცა ბიზნესი ამაში სწრაფ და ეფექტურ გამოსავალს ვერ ხედავს. ცენტრების საშუალებას მიცემს საოჯახო მეურნეობის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ მათი მიერ ნაწარმოებრივი პროდუქცია აღნიშნულ ლოგისტიკურ ცენტრებში უფრო მარტივად ჩააბარონ, უფრო კომერციული ხარჯების გარეშე ჩააბარონ და შედეგად უკვე ცენტრალიზებული სისტემიდან მოხდება მათი დისტრიბუცია, იქნება ეს ქსელები, საცალო მაღაზიები თუ ბაზრობები და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი რეკომენდაციებია წერილი დასკვნაში და ვიგვაჩნია ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც საბოლოო ჯამში სისტემურად 8-დან 9%-ის შემცირებას განაპირობებს მიწოდების ჯაჭვში. თითოეული სექტორის სადისტრიბუციო თუ მათ შორის ქსელური მარკეტები ავითარებენ ეტაპობრივად ზრდიან მასშტაბებს რეალურად თავიანთი სასაწყობე მეურნეობების გარკვეული თავის დადებითი როლი, რა თქმა უნდა, ექნება ლოგისტიკური ცენტრის შექმნას, მაგრამ ეს არის ძალიან ძელვადიანი პერიოდი, ეს მნიშვნელოვანი დრო, ტექნიკური და მატერიალური მხარდაჭერა ჭირდება ამ პროცესს და ფიქრობთ, რომ საბოლოოდ სახელმწიფოს მიერ ნებისმიერ მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, დადებითი იქნება, მაგრამ ეს ერთმნიშვნელოვნად რაღაცა ისეთ გავლენას ფასზე ვერ მოახდენს, რაც მომხმარებლისათვის შეიძლება ხელშესახები იყოს.
მე შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დროებითი კომისია თებერვლის დასაწყისში 3 თვის ვადით შეიქმნა. ამ პერიოდის განმავლობაში კომისიაზე უკვე მოусმინეს მწარმოებლებს, რიტეილ სექტორის წარმომადგენლებს, სადისტრიბუციო და ფარმაცევტული კომპანიების, ასევე ნავთობიმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს. მადლობა ქრისტინე გამთენაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.